გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. გავნაგზავნოთ ჩვენს გადაცემას, ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ძალიან მინდა რომ შევეხო ძალიან ისეთ გასახაელ საკითხებს, მაგრამ სამწუხაროდ ამ ქვეყანაში პოზიტიური და სასიხარულო ჯერჯერობით ვერაფერი ვერ დავინახეთ და შესაბამისად ყოველთვის გვიწევს რაღაც იმ სერიოზულ მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებზე საუბარი, რომელიც ყოველდღიურად ხდება ჩვენ ქვეყანაში და ყოველდღიურად მოქმედებს ის ძალა, რომელიც ძალების ცდილობენ ამ ქვეყნის გარკვეული არასწორი მიმართულების წაყვანას. მე კარგად მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე აქანებული ტურისტული სეზონი დაიწყო და ასეც იყო და ასეც ველოდებოდი ჩვენ სულ ყველა, რომ როდესაც უკვე ქვეყანაში იწყება ტურისტული სეზონი და შესაბამისად ამ ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით უკვე ცოცხლდება მცირე საშუალო ბიზნესი, ამ დროს გამოყოფენ თავს გარკვეული ძალები, რომელიც ძალებსაც აქვთ დიდი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოახდინონ ქვეყნასთან მიმართებაში ეკონომიკური საპოტაჟი, როგორ ჩააგდონ ტურისტული სეზონი, ასევე როგორ დაძაბონ მდგომარეობა და შესაბამისად შემდგომ ამის საფუძველზე ხალხს მიცემთ იმის თქმის საშუალება, რომ თითქოს აქ ყველაფერი ხელისუფლების ბრალია, მაგრამ არის ხელისუფლების ბრალი, როგორ არ არის რაღაცები ხელისუფლების ბრალი, რომელმა ხელისუფლებაც უნდა მიიღოს ზომები ამასთან დაკავშირებით და არც პროვოკაციები მოხდება ამ ქვეყანაში და არც ტურისტული სეზონი არ ჩავარდება. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი, ვისაუბრებთ სწორედ იმ მართლაც გაუგონარდა ამაზრზე ინციდენტზე, რა ინციდენტის მოხდა კახეთში, ვიღაც აკაცუკმა, რომელმა აკაცუკმას გამოიწვია პროვოკაცია და პროვოკაციის საფუძველზე ლამის უკვე ქვეყანა კიდევ პოლიტიკურ სკანდალში გახვია. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ბატონი რამაზ ღვალაძე, კონსერვატორი და განვიხილავთ ამ საკითხებს და ამ საკითხების ვიმჟელებთ. ბატონო რამაზ, მართლაც საზარელი რაღაც მოხდა რა, რომ ეხა ქართველი კაცი არ არის ის ადამიანი, ვინც ქალზე ხელს აწევს. აი რა მოხდა და რა იყო ეს და რა შეფასებას ვიცემთ ამ ქმედებას, აქმედებას იმ მართლაც აკაცუკმა ჩაიდინა და უკვე გმირი გახადა აი ლიბერალურმა მხარემ უკვე ეს ადამიანი და შესაბამისად ეს იყო თუ რა დაგეგმილი პროვოკაცია. მე ვფიქრობ, მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მე ესე ვფიქრობ, ბატონო ტრისტან, რომ რაღაცა ძალიან გავს ეს კახეთის ინციდენტი, რაღაცა წინასწარ დაგეგმილ რაღაცებს. ეხლა მე აღარ შევალ იმ სიღრმეებში, რომ ეს ქალბატონები ვერ გავარკვიეთ ჯერჯერობით, უკრაინელები არიან, რუსები არიან, თურქეთში ცხოვრობენ თურმე და ებრაულად ლაპარაკობენ, თუ ცეკვავენ და მღერიან. ვერ გავარკვიეთ, მაგრამ რაღაცა 1000 მითქმა მოთქმა არის. 1000 მითქმა მოთქმა. მაგრამ საერთოდ რომ მოხსნათ ეგ საკითხი, ვინც გინდა ის იყოს, რა. გინდა აი როგორი რუსიის ტურისტები იყვნენ, იცი, მოძულეები რო არიან საქართველოსი ისეთებიც რო იყვნენ, რა. მე არ მესმის ქართველი კაცის მოქმედება, რო გააქანა და მუშტი დაარტყა. რა ვიცი, ამისი გამპრავებელი მე არ ამგონია ჯერ ერთი ქართველი იყოს, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩვენ არ აგვაქვს იქ. სამწუხაროდ ბევრი აღმოჩნდა ჩვენ ქვეყანაში გამპრავებელი. ხო და ეს გამპრავებელი ბევრი კი არ აღმოჩნდა კაცო. ეს არის გამოპროპაგანდებული, ასე ვთქვათ, რაღაცა ნაწილი, მე არ მინდა ეხლა ყველას შევეხო აქეთ-იქით, მაგრამ ძალიან მარტივია რა. მე მყავს მაგალითად დედაც მყავს სახლში, დაც მყავს, მეუღლეც და გოგოც მყავს რა. რომელიმეს რო ვიღაცა შეეხოს, მუშტი დაარტყას კი არა. ცუდად რო შეეხოს, რა ვიცი, ხერხემალში გადავამტვრევ ალბათ რა. კი ბატონო. და ეს ამისი გაправება, ასე ვთქვათ რა. მე საერთოდ მორალურად გაუმართლებელი კი არა, რა ვიცი, ძალიან ფსკერია რა მისი გამправება. კაცი შევიდა ვიღაცა, ზოგი ამბობს მოკრივია, ზოგი ამბობს აუ ჩემპიონია. ვინც არ უნდა იყოს ჩემპიონი კი არა, ნაძირალა ვირთხა ესა რა. ეს არის ნაძირალა ვირთხა. თან აუ ვითომ მაგარი გაიგე რომ აი შენ თან რუსულად ელაპარაკე, არა დავაიხა წადით აქეთ, აქ ჩვენ ცხოვრობთ. შევირთხა შენა ვიღაცა ხარ რა. შევირთხა, მოხსნათ ეს ყველა ჩარჩო პოლიტიკური ჩარჩო რაც გინდა რა, რაც
მიაწებეს ახლა რა კაცმა წავიდა და იმის მაგივრად ახლა ჩვენ იმას აკისავრთ რომ ძალიან ახლო ურთიერთობა ქონდა რუსის ხალხთან რა რუსეთთან და რუსებთან და ძალიან ბევრჯერ ყოფილა ეგეთი შემთხვევა რომ ჩვენც გვიქეიფია ქორწილშიც დაგვიპატიჟია ეგეთი სიტუაცია და რა ვიცი ეს აკაცუკებისთვის რაღაცა სხვანაირად აღზრდილი ფსიქოლოგია, ფსიქიკა აქვს თუ გადატრიალებული და აქაურები არ არიან თუ გენეტიკურადაც არ არიან აქაურები. აბა და გააგზელეთ შემდგომ ეხლა თქვენ ბრძანეთ რომ ჩვენ მქონია ურთიერთობა რუსებთან რაღაც ზოგი ხანიკ მაგრამ მე მინდა რომ მაყურებელი მაიცოდეს ჩვენ და იმ აკაცუკებმა და იმ ნაძერლებმა რომ ვაჟკაცობად მიაჩნიათ გაიგე თურმე ქალთო დაარტყამ ხელს ეს მაგარი ბიჭობა არის ჩვენ აი მე და ბატონი რამაზი 92 93 2008 პირისპირ ვიბრძოდით გვეყავა ხელში იარაღი ჩვენ და რუსები გაიგეთ ერთმანეთს ვესროდით მაგრამ იმას არ ვიკადრებთ რომ რუსის ქალის წინაშე და წინააღმდეგ ხელი ავწიოთ გესმით რაშია საქმე ხა თქვენ გააკეთეთ დასკვლა თვითონ მე და ბატონი რამაზი და ჩვენაირები ძალიან ბევრი საქართველოში დავდექით და ვიდექით და ვდგავართ დღესაც და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და პირისპირ კიდევ გეუბნებით კიდევ ვიმეორებ პირისპირ ვიდექით რუსებთან მიმართებაში და რუსკალს და საერთოდ რუსკალს კი როგორი ქალიც არ უნდა იყოს რა ჯიშიც არ უნდა იყოს და რა წარმომავლობის არ უნდა იყოს და ის რომ მართლაც პოტენციალური მტერი იყოს ჩვენი მაინც არ ავწევთ ხელს იცი რატო იმიტომ რომ ჩვენ ღირსება გავაჩენია ჩვენ ვიცით ჩვენი ფასი ჩვენი კაცობის ფასი ვიცით ჩვენ ვიცით ის რაც გვასწავლა ჩვენთან წინაპრება ჩვენ ვიცით სტუმარ მასპინძლობის ფასი და შენ ბიჭო მომისმენი აქეთ ვიღაცა ხარ მეკრევე კი არა მან მუშტებს და გამტრევთ გაიგე თქვენ შეურაცხეთ არათუ ის რუსი ქალბატონი და ის არ ვიცი ვინ არის ის თქვენ შეურაცხეთ საქართველოს და მისი ღირსება შეურაცხეთ თელმა სოფლიომ აატრიალეს ვიდეო რგოლები გაიგეთ რა თქვენ გააკეთეთ და მე დარწმუნებული ვარ იმაში შენ მაგაში ფული აიღე გაიგე და ეს გააკეთე სპეციალურად იმისათვის რომ შეურაცხყოფა მიგეყენებია ქართველი ხალხის და ტურისტული სეზონი ჩაგიგდო შეგიძლიათ გააგზავნოთ ბატონო რამას მე ესე ვიტყვი რა აი ჩავშალოთ ეგ თემა ძალიან ბევრი თუ და ძალიან ბევრი მithქმა-მოთქმა ამ საქმეებში და მაგრამ არც ერთი აი ამ მithქმა-მოთქმაში და არც ერთი აი ამ რაღაც გამправებლების ვერსიებში ვერ ამართლებ აი ამ საქციელს ვერანაირად რა მოდი ეხა აი ძალიან მარტივად ავიღოთ რა ეხა ჩვენ სიტყვაზე რა არ უნდა ამას ისა რაღაც ახალი ველოსიპედის გამოგონება თვალებიც რო იყვნენ ვიღაცა ქართველი ქალები რო ყოფილიყვნენ დაარტყავდნენ რა მნიშვნელობა ქართველს დაარტყავს თუ რუსს დაარტყავს ქალს ხო დაარტყა კი ბატონო თვითონ არსებობს რა ვიცი ხო ნუ აი როგორი გაუმართლებელი აი როითი ამართლებ რა მზია ამაღლობელს წავიდა და ხელი დაარტყა იმას რა პოლიციელს და ამ პოლიციელს რო დაიჭირეს პოლიციელს აქ ეს ტკივილი მიაყენა ამან ორი ცალის თითი გაისვა აი ნახეო ის ამაქო რა ქვია ხელი მკრავდა და ყველაფერი გადაღებული აი ჩამომხაზნა აი ტკივილი ადვოკატი რო ლაპარაკობდა ტკივილი მიადგა იგრძნო ტკივილი თურმე ამა და იმიტომ დაარტყა აი ხა იცი რა არის მე არ ვიცი რა მე სულ მინდა რომ ვკითხო აი გამправებლებსაც და სულ ყველას აი ვინც აპრავებს ამას რა ამ თემას რა თქვენი ახლობელი რომ მოვიდეს ახალგაზრდა კაცი რა და გითხრას რომ აი ამ გოგომ ნახე რა ტკივილი მომაყენა და აი ეს და ამიტომ დავარტყი რა ვინც გინდა ის იყო მეზობელს დაარტყა იმას ამას სულ აი ქუჩის ქალს დაარტყა რა აი რა უნდა უთხრა რა ხო ერთი ღონიერ პაურს ამოარტყავს სიფათში თუ არ დაადებ რა ტკივილი მოგაყენა არა შენი მართლა ქარაკუცა იცი რა არის ჩვენ რაღაც ავირიეთ რა გაიგე ყველაფერს გაправება არ შეიძლება რა არ შეიძლება რა მე არ მესმის თვითონ საფუძველი რომ აი მტერია ისა და მტერს ახახ დაარტყა ნუ არავის მე უნდა ეცემა აბა რა დედა შენი როცემო შეშობელზავო ან შენი შვილი ან ისა რა ქვია და მეუღლე როცემოს რა შეიძლება ესე იგი მოსულა რა ესეთი საქციელი ჯერ ერთი მეორე ერთი პროვოკაციაც რო ყოფილიყო
აი სიტყვაზე პროვოკაცია არის და დაგეგმილია ეგ ყველაფერი რა. შენი ქცევა ჯერ სასტუმროს მე მაგალითად იმ სასტუმროს დავაჯარიმებდი ძალიან სერიოზულად. კოლოსალური თანხებით. კი ბატონო, იმიტომ რომ 300,000 ლარის ბრონები გავქონდა. მაგ 300,000 ლარს ამოვიღებდი ამ სასტუმროს მეპატრონისგან, იმიტომ რომ ჯერ ერთი ხედავ რომ ინციდენტია. ინციდენტამდე რატომ მიიყვანე? ერთ-ერთი გაუხდა, როგორ უყურე აქ ზემოთ დავსვენებლები არიან და ქვემოთ ქორწილი. ეხლა მე წავედი სადღაცა დასასვენებლად და ვიღაცა იქ ხორხოცებს ჩემ ქვევით იქნება დაძინება მინდა. ავოე იქ მიდის ვიღაცა მუსიკოსები და ის თურმე მუსიკოსი ხელი შეეშალა, წყალი დაექცა თავზე რა. ჯერ იძახდნენ შარდიო, მერე რაღაცა გადმოაფურთხაო, მერე შამპანიურიო, მერე წყალიო. ნუ იცი ვერ აპრავებ ამას რა. რაღაცა იცი ძალიან გავქალაჩუნდით თუ ვერ ვიგებ რა. ცხვირპირი უნდა დაალტვრიო მართლა რა ამ ძაღლიშვილებს რა. ამ ძაღლიშვილებს, იმიტომ რომ ეს ამ ბოლო ხანებში რაღაცა ძალიან მიზანმიმართულად ხდება ეგეთი რაღაცეები და იმიტომ რომ იმ რუსეთშიც იმ ომის თემაში სერიოზული გაბრაზებულიები არიან რუსებიც იმ თავის ხელისუფლებაზეც გაბრაზებულიები. კი. რას მოიმოქმედებს ხვალე ეს ხელისუფლება? ღმერთმა უწყის, ხო? შენ გტენი ესე იგი ყველაფერს აკეთებ რომ შეგტენო. აი ამ რაღაცა არეულობაში და გაუგებრობაში, ხო? ხო, ფაქტია ეგა რა. ხო, თუ მიზანმიმართულად აკეთებ, მე იცი კიდე რა ვერ გავიგე. ეს გოგოები არ სადაც წასულა. აქ არის ნუ. კიდე აქ არის. იქ არის მას ლალისთან არის მოროშკინოსა სასტუმროში. ხო, ლალი მოროშკინოსა. და ქალბატონი ლალი აბზიაურე მათი ადვოკატი. ხო, მაგრამ უყურე ხო და ნუ იცი რახან არ წასულა. აი რაღაცა ძალიან ის ვერ ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა, მაგრამ ამ რაცა უნდა ბევრი კითხვა გაჩნდეს, ამ საქციელის გაправება, რომელმაც შენ მთელი ქვეყანა ემზადება ერთადერთი შემოსავალი დაგვიტოვა ხელისუფლებამ, რომ აი ეს ტურისტი რო ჩამოვა, რაღაცა ბორჯომი მიყიდო და ან რაღაცა დაასვენო და ჭაჭა დაალევინო, ერთადერთი შემოსავალი და ამასაც ვიღაცა აკაცუკი, რომელიც თურმე მოკრივია რა და კარგად ირტყმევინება რა. უნდა ჩაუჩეჩქო ცხვირპირი ირტყმევინება კი არა, კაცო. აბა კაცებს და აქამდე სულ ომი არის ამ ქვეყანაში, სულ ომია. რომელიმე ომში თუ იყო რა თუ ეს ერთი მისული იყო ავტომატიან რუსთან, აგერ არის, აი 40 კილომეტრში არის. ავტომატიანთან არა, ჩვეულებრივი. აგერ მისული იყო 40 კილომეტრში არის პირველი ბლოკპოსტი ხო რუსების. თუ ვასკაცი არის და თუ ეგეთი მაგარი ბიჭი არის და თუ ეგეთი საზმაკაცი ხო ზირგლი და გარემოცოხავს ხო? წამოვიდეს, მე დავუდგები. მე დავეხმარები, მე როგორც სამხედრო პირი დავეხმარები და წამოვიდეს. შემდგომ და დავეტაკოთ იმ რუსებს. მაგათი გარემოცვას ვნახეთ ვინ არის. რა ლაჩრების უყურე. გარემოცვას ვნახეთ და შიგამოცვას ვნახეთ რა ვინ არიან რა. შიგნეულიც გავაკვირთ რა ხდება. რა პროვოკაციაც ქალებთან არის მაგრები რა ქალებთან. ხო, რა მიზანმიმართულაზე თავი მოგჭრეს ვაფშე რა. აი რა პრობლემაა ეხლა მაგარი თვალის რო იყოს და პროვოკაცია რო უნდადეს ისეთი ქალის დაწყნარებას დაპატიჟე ბოლო რა ერთი სამი ქალი ვეღარ დაგისვია იქ ასე დასვის უფრად დაუძახე რა გაუგზავნე პირიქით გაეხარდებოდათ ბიჭო კი ბატონო გაუგზავნე თუ არ გინდა რომ იქ დაჯდეს გაუგზავნე იმიტომ რომ ხელს უშლი იმიტომ რომ ეს იქ ცხოვრობს აბა ჩემ ეზოში გააკეთოს ესე ქორწილი და მე იქ ბავშვაზინებდი რა წყალს გადავასხავ კი არა ციხლი დავახვევინებ იქიდან აი ეგრე არის ვერ გავიგე ხა სასტუმრომას პროვოკაციულად გააკეთა ეგ თემა პირდაპირ პროვოკაცია იმიტომ რომ ჩემი ფანჯრების ქორწილი ქორწილია მე აქ ფულს ვიხდი რომ დავისვენო ამ ვიღაცას იქ ტრულალას ფული რა თუნდა რომ მიმღეროს ყურში აივნის დაბლა ეგ კი მაგიში კი არ ვიხდი ფულს კაცო უფასო ისინი რომ კონდეს ვიხდი რომ და თურმე მე გაცილდნენ იცი რა გაიბუტა ის საცოლე და აღარ მოხდა ეს დაინგრა ოჯახი ჯო რა სპექტაკლი ეს ქორწილის გათამაშებული ქორწილის გათამაშებული ხომ არა რა თქმა უნდა აბა ეხა ვერ გავიგე ეხა ვიღაცა რა ქვია სამი რუსის გოგოს გულისთვის იყო გაშორდა ისა რა ქვია ანუ ოჯახი დაინგრა აი ხო ნუ არ ვიცი მაგრამ უყურე
გუშინვე რუსეთის დუმამ მიიღო კანონი. ეხლა წავიკითხავ რა ამ კანონს თუ შეიძლება თქვენის ნებართვით. კი ბატონო. უყურე რა ხდება რა. კანონი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შესახებ. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დავალებით იღებენ აუცილებელ ზომებს რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეების დასაცავად, რომლებიც სისხლის სამართლებრივ ან სხვაგვარ დევნას ექვემდებარებიან საერთაშორისო სასამართლოების უცხოური სახელმწიფოების ორგანოების და დაწესებულებების გადაწყვეტილებით. ეს პირველი მუხლი. მეორე მუხლი. კანონი თავდაცვის შესახებ. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს უფლება ეძლევა მიიღოს გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ფორმირებების ოპერატიული გამოყენების შესახებ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დასაცავად საერთაშორისო ან უცხოური ორგანოების უკანონო გადაწყვეტილებების საფუძველზე სისხლის სამართლებრივი ან სხვაგვარი დევნისაგან. აი რა ხდება? აი რა გააკეთა აი მან. არა, ნუ ეს ვითომ არაფერი, რა იგი გავატარეთ რა, ეს ვიღაცა აკაცუკმა გააქანა და მთელი ძალით ხვირტვირი დაამტრია ვიღაცა გოგოს რა. აი იგი გავატარეთ. ეს სერიოზული თემა არის. სერიოზული პრობლემა უკვე შეგვიქმნა. პასუხი გაცა უკვე. ხო, უკვე შეგვიქმნა პრობლემა შეგვიქმნა უკვე. უკვე ქვეყანას. აი იგი ჯერ ვიღაცა ვირთხამ რა. მე უყურე რა ხდება. თურმე ეს მთელი ეს აკაცუკები ამართლებდნენ ზია ამაღლობელს რომ ის რო და კაცი არ არისო ისო რაღაცა დაჩხაპნილი ქონდაო წამოვარტყაო. აი გედა ამას ამ ვიღაცა ვირთხას კიდე მთელი იგივე აკაცუკები ამართლებენ ამ ვირთხას. ხო დააზარალდა კაცი კაცო. გოგოსო საწყალი ვაგერო დაჩხაპნა იმ გოგონო და დაარტყაო. ამ დროს ესენი თვითონ ეს აკაცუკი გოგოები ხო დადიან და დედას გვაგინებენ ქუჩაში. აი სულ ყველას გუშინ ხო ჩაატარეს მიტინგი რაღაცა გაიარეს და სულ ყველას დედა ეო და რაღაცას გვაგინებენ სულ ყველას თელ მოსახლეობას. ესე იგი ჩვენ რო ჩავიდეთ და ცხვირპირი დავამტრიოთ თურმე ღირს 5000 ლარი ეკა. აი და გოგოთან პრავდებით რა. პრავდებით ეს მოსამართლე ვიღაცა შტერი რა. შტერი კი არა მტერია ეგ მოსამართლე პირდაპირ ხო მიზანმიმართული მტერია როგორ 4000 კაცი ზის მაგის გულისთვის ძალადობრივი ძალადობაც არ არის სულს რო აგინა ვიღაცამ იმის გულისთვის 2 წელი აქვს მისჯილი გამოვაგინა რატომ არ უშვება ხმაური და ყვირილი რო არის ეს კიდე გამოუშვეს პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ როგორ ცემა და როგორ დაალეცა კიდე გადარჩა ეს გოგო თავი რაღაცას არ მიარტყა და მოკლა და მოსამართლე იღებს ეს ვიგინდა რა ესა გადაწყვეტილებას რომ გაუშვას ესა გაიგე მე არ მესმის ესეთი გამოუშვას მაგრამ მე ტყუილა ოჯახებია დანგრეული ვიღაცამ ისა გაბრაზებულზე ცოლში აგინა და მეზობელმა დაეკა ის ზის 2 წლიანი და 3 წლიანი მუხლით მე არ მესმის რა ეს არ მესმის რა ვერ გავიგე ჩვენ ჩაგრავენ რა გაიგე და ეს თავიდან ბოლომდე ყველა კანონი ესე იგი მორგებულია აკაცუკებზე ყველაფერი მარტო მორგებული კანონიც კი არ არის მორგებული. თვითონ ყველა მთელი სახელმწიფო ორგანოები არიან გადართული იმაზე, რომ ეს აკაცუკები გაამართლოს. ბატონო რამაზ, ეცი არის ეხლა ჩვენ მაგას არ ვიკადრებთ. აი მე თქვენ და ჩვენი თაობის ხალხი და თუნდაც ჩვენი შვილების თაობის, რომელიც ოჯახებში არიან აღზრდილები და შესაბამისად იციან რა არის ქალისფასი, იციან რა არის ქალთან მოქცევის წესები, ჩვევები და ასე შემდგომ. ეხლა უბრალოდ მაგალითი მომაქვს. დავუშვათ, აი თლად გავთახსირდით, თლად ავიღეთ ხელი ყველაფერზე აბსოლუტურად გავმაიმუნდით. ესე იგი, გამაპატიეთ და გავჩათლახთით და ფეხებზე დავიკიდეთ ყველანაირი ღირსება, ადამიანობა, კაცობა, ოჯახური ტრადიციები, წვენა, ეკლესია, თელი ამბები და ეხლა ქუჩაში აგერ ვიღაც ნებისმიერ შემოხვედრ ქალს ასე დაუწყაფუნეთ ხელი და რაღაცა უნდა წამოარტყით. ჩვენ გვაპატიებენ ამას? ამბავი ატყდება. არა, გვაპატიებენ ამას? თელი აკაცუკები მიტინგს მოაწყობენ ჩვენ სახლის წინ.
მე მარტო მაგაზე არ ვლაპარაკობ. მე ვლაპარაკობ ჩვეულებრივად, აი, კითხვა მაქვს საქართველოს მოსახლეობასთან რა, კაცებთან, მამაკაცებთან რა. LGBT აქტივისტებთან არ ვლაპარაკობ. მამაკაცებთან რა. რო დაინახო ქუჩაში რომ ვიღაც აი მიდიხარ ჩვეულებრივად და ვიღაცამ გააქანა და შენ თვალწინ აი ესეთი ტერცი, აი ესეთი ჰუკი დაარტყა გლიჯა ქალს. და შენ თუ არ გამოესარჩლები იმ ქალს. შენ წინ არ იყოფე ხება. შენ ხარ, შენი უღირსი მართლა პატრონი რა ვთქვი მე რა და გამზდელი და ამზრდელი რა. არ უნდა ამას რაღაცას იგონებენ, ვიცი რა, ისინი შპიონები იყვნენ. და იმიტომ, შპიონები რომ იყო ახლა ხელისუფლება გააკეთა განცხადება გამოესარჩლა მამულაშვილი გააკეთა რაღაცა სისულელები იყო შპიონი, მაშინ თუ ეგრეა მთელი შპიონები ვინც არიან, მე გეტყვი ვინც არიან, სახელმწიფო სტრუქტურებში და მთელი ეს აკაცუკები ყველა შპიონები არიან. აბა რა არიან? ბრიყვია თუ ისა მიზანმიმართულად ფულს იღებს, რა მნიშვნელობა აქვს? შპიონი. ლომჯარია პირველი შპიონია. ის ვინც ხელი დაარტყა, ისიც შპიონია. აი, მაშინ ესენი სულ დასაჭერები არიან. აი, თუ არა და მაშინ გამოუშვან ის ტყუილა ის ცოლს რო აგინა და მე მთელი ნაცისავები რო დარბიან ეხლა ციხეში გამოუშვით, შივრები დაგტოვეთ, რო დაიჭირე ეს მარჩენალი კაცი. აი, გედა დაანგრიეს ოჯახები. ოჯახები დაანგრიეს სტამბოლის რაღაცა ხელშეკრულებას რო შეუერთდით იმის მერე. ეს ბაია პატარაიას და იმგენის რეფორმირებული სისხლის ამაძის ბაია პატარაიას ისეთ შეურაცხყოფას აყენებს ჩემ ეკლესიას და ჩემ ოჯახს და ჩემ ქვეყანას რო სადაც შეხვდება ესე იგი უნდა გავაქანო და უნდა დავალეწო ცხვირპირი. ესენი ხო არიან ქალთა 2000 ლარს ბოლო გადავიხადე. ესენი ხო არიან ქალთა უფლებების დამცველები ხო არიან ესენი? ხო არიან? არაფრის დამცველები. არა, მე ასე ვიცი, ხომ არიან ქალთა უფლებების დამცველები, ეს ბაია პატარაია, ბაბუცა პატარაია, ეს ის რა ქვია, ლომჯარია, გიგაური და ასეში ფემინისტები რო არიან კიდევ ვიღაც, რატო არ გამოვდიან და ამბობენ და გმობენ იმას, რომ მამაკაცმა დაარტყა ქალს? იმიტომ რომ ესენი ემსახურებიან ჩვეულებრივ მე კიდე სუმიკუს როდემდე უნდა ავიტანოთ ჩვენ ეს ყველაფერი რა. აი როდემდე უნდა ავიტანოთ. სანამ არ დაიწყებს ხალხი მოქმედებას ეს ხელისუფლება ყურებს არ გამოიბერტყავს. გუშინ ვიღაცა ეს ვირთხა კიდე დადგა და ჩვენ იმას რა ქვია წერლებს და იმას ნოდარ დუმბაძეს და იმას რო აგინა რა ქვია კარგად უჟეჟია სუხელი. ვენაცვალე, აი ვენაცვალე იმ ბიჭებს იმიტოლა ბიჭებმა რა კარგად ჟეჟეს სუხელი უჟეჟიათ კარგად. უყურე ხა რა ხდება? გენაცვალეთ ბიჭებო, აი ხელებში მარჯვენში გენაცვალეთ რა. სანამ არ დაიწყებს თვითონ მოსახლეობა მოქმედებას, იმიტომ ხელისუფლება არ რეაგირებს ამაზე და. ხო, არა მე ვერ გავიგე რა. ესე იგი ჩემი ისევე ჩვენი გასაკეთებელია და ისევე ჩვენ უნდა დაგვიჭირო, გაიგე? ისევე ჩვენსკენ მოდის. მე რო დავარტყა ეხლა, გოქალს კი არა. აი მაგტიპს, ვინც შემიგინა რწმენა, ვინც შემიგინა ოჯახი, ვინც შემიგინა ქვეყანა, ისტორია, წარსული, გმირები, რავი, ჩემთვის უწმინდესი ადამიანები. იმას ბიჭო ვერ გავიგეთო. ამან ეს რაღაცა ხელი შეუშალა ქორწილში და ცხვირპირი დაამტვრია და მე რო ის გავასილაკო, მუშტიც რო არ დავარტყა. უბრალოდ სილებით რო ვწევ. ამ ლაწირაკმა ბიჭო ამ ნაძირალამ, გაიგე ამ ვიღაცა მართლა ავიცი ეს არ ამგონია ოჯახში გაზრდილი ადამიანმა რომელსაც შეაყვარა საქართველოს საქართველოს თავისი ნაწარმოებიდან გამომდინარე დაანახა მე ბებია ელიკო და ილარიონი ბებიის სიყვარული დაანახა იქ ავიცი ყველაფერი დაანახა სოფლის სიყვარული დაანახა იქ ავიცი მთელი ისენი აქვს გენიოსული ნაწარმოებები აქვს კაცო და ეს გამოდის გაიგე და ესეთი რაღაცები ადამიანზე ისაუბრო აი რასისტავს არა ქართულად გაზდა ბავშვის რასისტავს მაგრამ მე ვენაცვალე იმ ბიჭებს მისმა თანატოლებმა ისინი მართლაც ოჯახში აღზრდილები არიან სულ ყველანი კარგად მაგრამ უთავაზეს გუშინ საღამოს და კარგიც იყო ეს ყველაფერი ისთან ბატონო მომისმინე ჩვენ ვართ სერიოზული უბსკურში რა უბსკურის პირას ნახევარი მოსახლეობა უკვე უბსკურში კი არა გადაჭეხილები არიან გადაჭეხილები კი არა უკვე აი კისრამდე არიან ნეხში იცი რატო ახალგაზრდებზე ვლაპარაკობ იცი რატო იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ 15 წლის განმავლობაში აზრდებინა თავისი ჩვენი შვილები აი ამ ვიღაცა ძაღლის შვილებს
ეფტეინებს და იმ სოროსებს იმისი რა ქვია სააკაშვილის დედის რაღაცა სამჭედლო რო არის უნივერსიტეტები ვიღაცა ბერძენიშვილებს ვიღაცა აი ძაღლიშვილებს რა ილიაუნიო თავისუფალიო ის რა ბენდუქიძე ის საშინელებები რა გაიგე საშინელება გამოჭედეს და გამოზარდეს რამოდენიმე თაობა აი ამ 15 წლის განმავლობაში რაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და რო შეხვალ ის კი არა მარტო ილიაუნიო სახელმწიფო უნივერსიტეტი დედა უნივერსიტეტში რო შეხვალ მე ჩემი შვილები სწავლობდნენ ისთან ბატონო ერთხელ შევდივარ რა და ვიღაცა ასე ვთქვათ დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის ქალი მეგონა მე რო შევხედე დიახ თურმე არის პრორექტორი თუ რაღაც სერიოზული თანამდებობა უნივერსიტეტში ჯავახიშვილში რო შედიხარ ხელმძღვანელი არის რაღაცა საფინანსო რაღაცა დეპარტამენტი და დეჩემ მუშაობდა 40 წელი უნივერსიტეტში და რო შევდიოდი ხა ქუდს როგორ ქუდს კი არ ვიხდით ესე ჩუმად დავდიოდი რა ეს ფეხაკრები ეხლა რო შევედი ვერ მივხვდი ჯერ სად მოვხვდი რა აი მე მიტინგს ატარებს ვიღაცა რა დაბალი სოციალური პასუხისმგებლობის ქალი გარედამისული ვიღაცებთან გარედამისული არა კაცო იქაური ყოფილა თანამდებობა ეს ვიღაცებიც იქაურები პანელზე მეგონა და თურმე იქ ლექტორები არიან და მიდის რაზე ლაპარაკი იცი არა რუსულ კანონს და არ უნდა შევიდნენ ისინი სტუდენტები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში გაიგე რექტორის გვერდზე აი რექტორის ისიქ გაიგე ეს ესენი სად მოხდი რა ესენი ვინ არიან მეთქი და ესო კათედრის გამგეაო ესო ის არის დეკანიო აბა კარგად ყოფილა გაიგე რა კარგად ყოფილა საქმე აი ამათი გაზდილი არა გაზდილი აკაცუკები ჩვენ უკვე საშინელებაში აი ეს ყველაფერი არის აგინებენ პატრიარქს და იმას კი არ შეაგინებენ რა ქვია ნოდარ დუმბაძეს ჩვენ შეგვაგეთ საკუთარ დედას შეაგინებენ გაიგე და საკუთარ ოჯახს შეაგინებენ და პაჰურსაც ამოარტყავს აბარასიზავს კაცო აბა შეეწინააღმდეგოს ისე არის აზდილი გაიგე გაზდილი ამათი გაზდილია აბა ვისი გაზდილია ხო და მე ვფიქრობ რომ სერიოზულ პრობლემაში ვართ აი ძალიან სერიოზულ ვითომ თავისუფალია ახლა ეს სახელმწიფო უნივერსიტეტები და ინსტიტუტები თავისუფალი უნივერსიტეტი იმისი რა ქვია კავკასიის რაღაცა ევროპის ირან ერაყ კუვეიტის რაღაც უნივერსიტეტი აქეთ ჰოლანდია გერმანია რაღაცის უამრავი რაღაც სასწავლებლები არა სადაც არის სამჭედლო აკაცუკთა სამჭედლო არამზადების პირჯულის გადაწერა არ იცი და ზდიან ისე რომ უნდა შეგიგინოს ზდიან მოძულე თავის ქვეყნის პირდაპირ მტერს გიზდის საკუთარ შვილს გიზდის მტრად აიგე მოძულეთ რა იცი რა არის ბატონო რამას ნახეთ ახლა თქვენ ძალიან ისა გლობალურად შეეხეთ ახლა მაგსა მართლაც ეს სიღრმისეული ტკივილი არის ჩვენი ქვეყნის რო სიღრმისეული ტკივილი არა ეს ახალგაზრდა ბიჭიც ამ საქციელს არ ჩაიძენდა ხო რო შესაბამისი ის ყოფილიყო გარკვეული თავის დროზე სკოლის პერიოდში ასე ახალგაზრდებთან ჩატარებული სამუშაოები შესაბამისი მიდგომები რომ ყოფილიყო ის ტრადიციული ისტორიული და ეს ყველაფერი სტუმართ მასპინძლობა რომელიც ჩვენ დიდი ვაჟაფშაველა აგერ და ეს ყველაფერი რომ მას ესწავლა ხო ასეთ საქციელს არ შეიძენდა მაგრამ ეს სისტემა მოშლილია ამ ქვეყანაში არ არსებობს აღარ არის და ეს არის დიდი ხანია ხო დიდი ხანია მოშლილია ისთვის მუშაობთ ისთვის შრომობთ რა გვინდა მაგრამ რამედა შეხედე ახლა ნახე რა ხდება ეს ვიღაცა შეიძლება არაფრად მიაჩნდეს ეს მოხდარი ფაქტი მე რა მოხდა გაარტყა ну ვიღაცა შეიძლება ცოტა რაღაცა თავისებური შეფასება მიცეს მაგრამ სიღრმისეულად თუ ჩვენ ჩავძრებით და დავიწყებთ ესე კიდევ კარგად ესე იგი ქექვას ხო ეს არის ყველაფერი სახელმწიფოს რომ ვიტყვი კისერზე და რატომ არის სახელმწიფოს კისერზე პირველი ის რომ შენ რო სახელმწიფო ხარ ხო შენ უნდა უზრუნველყო შენი ქვეყნის შვილების სწორი მიმართულებით აღზის პროცესი
და შენი ქვეყნის შვილების სწორად აღზის პროცესი რო უნდა უზრუნველყო, ამისათვის საჭირო არის მთლიანად თავიდან ბოლომდე განათლების სისტემის გრევა და ეროვნულ ფასეულებებზე აშენება, რომელიც არ გვაქვს, არ არსებობს, არ არის. თქვენ ახლა დაასახელეთ ინსტიტუტები და უნივერსიტეტები, რომლებიც არის გასაუქმებელი და რატომ არის გასაუქმებელი? იმიტომ არის გასაუქმებელი, რომ იქ სტუდენტებს არ ასწავლიან შესაბამის სპეციალობებს, რომლის საფუძველზეც ისინი შემდგომ დაამთავრებენ იმას უნივერსიტეტებს და ინსტიტუტებს და დაიწყებენ სახელმწიფოს აღშენებლობის საკითხებს. იქ სტუდენტებს ამზადებენ როგორც რევოლუციონერებს, ისინი ყავთ როგორც იარაღად ისე აი ამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კურატორებს და როცა დაჭირდებათ დროის მომენტში მას იყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ანუ მე რა მინდა თქვა ახლა, როდესაც ამ ბიჭმა, ამ ბიჭუნკელამ და ნუ რა ვიცი რა თქვა ამაზე, მე არ მინდა რომ რაღაცნაირად კიდევ ისედაც უკვე ძალიან შეურაცხყოფილები ვართ ჩვენ. შეურაცხყოფილები ვართ და დამიჯერე რა მართლა შეურაცხყოფილები ვართ. ეს როდესაც მოხდა ესეთი ფაქტი და ამ ფაქტთან დაკავშირებით აგორდა მთელი ეს ვიდეო რგოლები, ამის გარდა დოკუმენტური ფილმები გააკეთეს კიდევ გაიგეს სხვადასხვა ქვეყნებში, პატარა დოკუმენტური ფილმები და იმას კი არ ამობენ რომ ესე ქართველმა ბიჭმა კონკრეტულად არა საქართველოში აი როგორ ხვდებიან სტუმრებს, როგორ ხვდებიან ტურისტებს და ქართველი ბიჭები როგორ ექცევიან რუს გოგონებს. გაიგე, ქართველი ბიჭები. რუსული ლაპარაკის გულისთვის რუსული წარმოიდგინეთ თქვენ. ანუ აუცილებელი არის თუ არა. ახლა მე სახელმწიფოს მიმართებაში ვიყო. აუცილებელი არის თუ არა სახელმწიფო ახლა მაინც გადადგას ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯების საფუძველზეც სრულ დემონტაჟს მოახდენს დასავლური ბინძური იდეოლოგიის შემნარჩუნებელ ინსტიტუტებს, სკოლებს, ბაღებს, უნივერსიტეტებს და მთლიანად განათლების სისტემას. ეს დიდი ხნის 15 წლის წინ უნდა გაეკეთებინათ და არც ახლა არ არიან მაგის გამკეთებლები. კიდე ვიწერია, კიდე ჩაიარე სახელმწიფო ორგანოების წინ ევროკავშირის დროშა ფრიალებს და უკრაინის დროშა და ჩაიარე კი არა ჩართე ტელევიზორს, სადაც გინდა გადართე ხელისუფლების წარმომადგენლები იზრახიან რომ მივდივართ ევროკავშირში. თან გვეუბნებიან რომ უიმე იცი რა ცუდია, აი ეს deep state ესე გვავალებს რომ აი ეს ყველაფერი ეს რუსოფობია რაღაცა, აი ჰუ ეს უნდა ისაკო და აი სამაგიეროდ ჩვენ მეწინააღმდეგებით ომი არ არის. რა ომი არ არის, ჩათვალე რომ ომია გვაქვს უკვე აქა რა. ეს ომია. უკონტროლო სიტუაცია წავა, გუში ვიღაცები ჩაცხრილეს ქუჩაში, ახალგაზრდა ბიჭები ვიღაცა მოკლეს ვერაზე. უკვე უკონტროლო სისტემა თუ გამოიყვანეს ხალხი იმ მდგომარეობიდან რომ ხო ხედა უკვე დაუწყეს იმას ცემა რა ვიღაცა იქ რომ დაგწინის ხო ესენი დაითესებიან აიგე მაგრამ შეიძლება იმათაც აღარ მიიღონ ესეთი ვის რა ჯანდაბათ უნდა ეს ბერძენი შვილები და ვიღაცები რა შეიძლება მოგიგდონ შესაჭმელად როგორც ავღანეთში მიუგდეს და თავები აჭრეს ჩაუტოვეს ამერიკელებმა კი ბატონო კი ამერიკელებმა კი ბატონო ისე ჩატოვებენ ამათ აქ სულ ამათ უგონია წაიყვანებენ იქ მოეფერებიან და ფუფუნებას და კომფორტს უგდენ ძალიან შემსარან ამ ფულს ხواشოვნინებენ და ამ ფულს აქ კი არა ხარჯინებენ იქ აყიდინეს იქ უძრავი ქონება ლონდონში მთელი ქუჩა არის ქართული მილიონერების ქუჩა ვინ არიან ეს მილიონერები რომ ჩამოთვალო და ნათელაშვილსაც აქ იქა რა ესე იგი წარმოიდგინეთ მთელი პოლიტიკური სპექტრი ლონდონში ცხოვრობს რა და ფიქრობენ რომ აქედან თუ რაღაცა არის უცებ დაიხურავენ ქუდს და წავლენ აქედან გაიგე ვაი თქვენს პატრონს რა ლონდონში გამოასალმეს სიცოცხლეს პატარკაციშვილიც ბერეზოვსკიც იმდენი ფული ჰქონდათ თქვენ ას დაგესიზმრებათ იმდენი ნოლები ეწერა იმ კი ბატონო ანგარიშზე მაგრამ უყურე იმდენად აქვთ უკვე შეტოპილი უკან ვეღარ გამოდიან არის რაღაცა რა ზღვარი რომელს გადალახვის მერე უკვე აზრი აღარ აქვს უკან ვეღარ მოტრიალდები რა ეს ზღვარი დიდი ხანია უკვე გადალახული აქვს და მიათრევენ ამ პატარა ბავშვებს გაიგე მიათრევენ რა ეს ნიშნავს იმას რომ აქ რო რაღაცა უკონტროლო გახდეს და
და ხელისუფლებამ რაღაცა ვერ გადააკონტროლოს ქუჩა, აქ ატყდება საშინელება რა. საშინელება ატყდება. ეს დაუნდობელი, გაუნათლებელი აკაცუკები, რომლებიც განათლება კი არ მიიღეს, ტრენინგები, გატრენინგებულები არიან და რაღაც სერტიფიკატს აძლევენ, გაკრული აქვს იმაზე, რა ქვია. კედელზე, რომ აი მე დავამთავრე იმისი რაღაც იელის უნივერსიტეტის რაღაცა ბლა 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 ერთი წელი. ეს მაგრამ მიეჩვენა დააქცეროქსებზე, ფერაქცეროქსებზე რაღაც გარკვეულ რაღაც ბლანკებს დაიგე და ჩასვამენ ჩარჩოებს და გაიკრავენ კედლებზე. ახლა ამდენი რეგალიები მაქვს. აიგე რეგალიები და ამოპრინტელებული აქვს უყველა ბიჭო ამოპრინტელი აქვს აიგე და ის აქვს კონდეს რა წასულია და ეს არის კიდევ ერთ წელიწადში რო ამთავრებენ რაღაცას და ჩამოდის და დოქტორია რაღაცის დოქტორი აიგე პოლიტოლოგიის და დოქტორია და უკანა გაგრული რომ დოქტორია რა და რაღაცას იქ დაყენებული რაღაცა უცხო სიტყვებით გელაპარაკება და ხალხს გონია ვაიმე რა ჭკვიანი აიგე ამ დროს აი გარტყმაში არ არის რა ხდება რა ჯერ ჩვენ რაში გვჭირდება იმისი რა ქვია იელის უნივერსიტეტში რო დაამთავრებს და ქართული არ იცის რა ქართული არ ვაპარაკობ მეტყველებაზე ქართული არაფერი არ იცის ქართული როგორ უნდა ქართულად როგორ უნდა აი გინდათ ეს მოქმედება რა ეს არ არის ქართული რაც ხო ამას მუსულმან ქვეყნებში არ აკეთებენ ამას ვინ გააკეთე როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა ვიღაცა სტუმარი ჩამოდის სტუმარით ბიჭო რა ვიცი მე საბჭოთა კავშირს ლაპარაკობ და ცნობილი იყო თემსოფლიოში საბჭოთა კავშირზე აი გერო აი ბოროტების იმპერია ამ ბოროტების იმპერიაში თურმე რამდენი სიკეთე ყოფილა აი სიკეთე რა იმიტომ რომ ესეთ რაღაცას ვინ გააკეთებდა და პირიქით და დაუძახებდნენ ამ გოგოებს დასვავდნენ ან თვითონ ავიდონ და ვიღაცა მაგაზე კაი ამჟამად უზავას ჩაუტარებდნენ და გაესაუბრებოდნენ და ამბელობითი თავისი შესაბამისად შამპანიური ამის შოკოლადი ხო ამისი ხო ეგა ამჟამად უშოვება ხოდა ეს ვიღაცამ უნდა აუხსნა თუ კაგასიმისო გაიცნო ესპანეს გაიგე კი ბატონო თან რუსულად მშვიდურად ლაპარაკობდნენ გაიგე ვიღაცა რო აგინებს აქედან ქვეყანა ჩემი ქვეყანა აკა შენ რატო დაეთრევი აქო რა მაგი კი აუნა უთხრა უნდა აიღო მე დავაწყრე მაგინ სინდეც ეხლავე ამოვწო შენი არის ის თუ ამას მოიპოვებ ასეთი საქციელები რაფერს ვერ მოიპოვებ გაიგე ჩვენი წინაპრების მონოპოლარი არის გამოდიხარ ჩემი ქვეყანა არის ჩვენი წინაპრების მონოპოლარი ეს გაიგე არ შენია და არ ჩემი ეს ქვეყანა გაიგე და არც აქვს იმის უფლება კიდევ რომ ჩვენ დაუშალოთ აქ ადამიანებს ჩამოსვლა და შესაბამისად ამ კულტურის და ამ სითბოს გაზიარების ისა საშუალება არ მივცეთ გაიგე თქვენ რა გაუზიარეთ იმას რა მიეცით ბოროტება და მიეცით ძალადობა და ჩათლახობა მიეცით მეტი არაფერი არ მიგეცია არ მესმის კიდე რა იცი საქართველოს ყოველთვის თამარ მეფე ყავდა მეფე დედოფალი კი არა მეფე ყავდა კი ყოველთვის იცოდნენ ქალის პატივისცემა ყოველთვის ეხლა თვითონ აურიეს ეს რაღაცები აურიეს აი ეს ფემინიზმი რაღაცა აი საშინელება ანგისტიკალი და ისა რა ქვია რაღაცა და ისა და ამ დროს აი ამ არევაში აი ისე შეტოპეს რომ უკან ბუმერანგის პრინციპით დაუბრუნდათ აგერ უკვე დაუწყეს ქუჩაში ცემა აი ქუჩაში დაუწყეს ცემა ეს დასაწყისია მაგ ყველაფერს ეს არის დასაწყისი თქვენ ხან ძალიან ფათო რამაზე რომ ისა ეს გოგონები ისე ადგილზე არიან არ წასულან და მე გეთანხმებით იმაში და რატომ არის მიზეზი რა არის მიზეზი ის არის რომ გამოძება მიმდინარეობს და შესაბამისად ამ გოგონებას და მის ადვოკატთან მქონდა საუბარი ქალბატონ ლალი აფციაუს და მინდოდა რომ ის მომეწვია გადაცემაში და ამ ფაქტების ირგვლივ გვესაუბრა მაგრამ სამწუხაროდ ქალბატონ ლალი უარი განაცხადა რადგან მას აქვს ჯერჯერობით რაღაც გარკვეული მიზეზების გამო არის რაღაც მიზეზები რომელიც ვერ ისაუბრებს და ასეც არის მაგრამ არის ინფორმაცია რომ ამ გოგონებს აქვს და ეს ახლა ადვოკატს არ უთქვამს ჩემთვის მაგრამ ყოველ შემთხვევაში გუშინას რაღაც გარკვეული მონაკვეთი დაედო იმის ვიდეოს მონაკვეთი, სადაც სხვა რაღაცა ხდება ეგ და მონაკვეთი კი არა, თავიდან ბოლომდე გადაგებია. ამიტომ არის ამ გოგონების დარჩენა რამ განაპირობა აქვს. ამ გოგონებმა განაცხადეს, რომ ჩვენ დავდგეთ მტკიცებულებებს, რომ ჩვენ ასე კი არ იყო, ასე იყო.
და მე ახლა ამ ახალგაზრდის განთავისუფლება, რომელიც გაანთავისუფლეს სასწრაფოდ ოპერატიულად, ამაში და ხელისუფლებას დანაშაულებ მე. რა თქმა უნდა, ხელისუფლება მაშინ გაანთავისუფლონ ყველა ესენი ზალადოვის მუხლით ვინც არის იქ ციხეში ვინც ის ბიჭები და რაღაც ქალწულ ეს აკაცოები დახვდნენ გეგმები. მაგრამ მე რას ვფიქრობ, იცი, ხელისუფლება ხომ არ არის და თავი იმას რომ თუ ეს კაცი და ეს კაცის არ არის ეს ვიღაცა კაცუნა რომ გაეშვათ ციხეში ამას მოყოლდა რამე გარკვეული ტიპის არეულობა ქვეყანაში და საკაცუკები დაიწყნენ ისე გლავ საპროტესტო აქციებს. Ქრისტიან ბატონო, იმდენჯერ არის და ხელისუფლება თავი რომ ხალხმა დაიწყო უკვე თვითონ ლინჩის წესით გასამართლება. ხო, აი გუშინ საღამოდელი ეს გაცილებით უარესად და ბუმერანგით დაუბრუნდება თვითონ ხელისუფლებას. ვიდრე ჯობია რომ შენ თვითონ დასაჯო, დამნაშავე. კი ბატონო. დასაჯო და უდანაშაულო ხალხი, რომელსაც ოჯახი ენგრევა გამოუშვა. აი, მოიქცე სამართლიანად. სარ იქნება სამართალი რო ყვირიანეს ვიღაცა გამოშტერებული ბავშვი. არ იქნება მშვიდობა. ხო, არ იქნება, მაგრამ ეგ მართლაც ყვირია. სამართალი თუ არ იქნება მშვიდობა ვერ იქნება, იმიტომ რომ მე რო უყურებ რომ აი ესეთი რაღაცა მოხდა და ვიღაცა გამოუშვეს და თურმე სასტუმროს მე პატრონი იხდის იმ 4000 ლარსაც თუ 5000 ლარს. მე თუ მკითხავ სასტუმრო დასახურია საერთოდ. დასახური კი არა, მე და დასაჯარიმებელი არის რა, მე პატრონი სასტუმრო. აი რა ზიანის მიადგა აი წარმოიდგინე ერთ დღეში 300,000 ლარის ის გაუქმდა ბრონები საქართველოში. იმ 300,000 ლარის ბრონებს ამ ფაქტზე 3 მილიონი. ანუ ესე იგი იმუშავა ამ პროვოკაციამ, გესმის აშიას. და ასე ტურისტთა ნაკადზე ჩეჩერდა. რა თქმა უნდა, 3 მილიონს დახარჯავდა ის 300,000 რო გადაიხადა ნომრებში. აქ რო ჩამოვიდოდა და ის გლეხიდან დაწყებული რაღაცას რო ყიდის ლევს. იქიდან დაწყებული დამთავრებული ტაქსის მძღოლით ყველა იხეირებდა. კი ბატონო, ყველა ხეირობს ამ საშუალებებს. ჩვენ უნდა გმირად გამოვიყვანოთ ვიღაცა ვირთხა რა, და მოკრივეაო კაცო ის არის ახერა მაგრად ირტყმევინება მოკრივე. მოდი ჩვენ დაგვეჭიროთ თუბაშკაცი. ჩვენ თამოვიდეს თუბაშკაცი არის ერთი. მოკრივე, წარმოგიდგენია ღირსეული კაცი, რომელმაც თავისი დარტყმის და ჩხუბი იცის და თავისი იმედი აქვს რა და ქუჩაში არ ჩხუბოს კაც არ უტყავს. ქუჩაში არ უტყავს, იმიტომ რომ იმხელა უპირატესობა აქვს. ხო, ის ღირსეულია ის ღირსეული მოკრივეა კაცო, მაგას ღირსეული მოკრივე აკეთებს. ყველა სპორტსმენი ხა. ყველა სპორტსმენი. ჩვენ ხა სამხედრო ამ ომის პერიოდში იარაღით ვიმოძრავეთ. ომი იყო და შესაბამისად იარაღიც ჰქონდა. ტარების უფლებაც ჰქონდა მაგისი და იარაღით როცა ვიყავით მე ჩემს სამეგობროზე ვიტყვი რა. დედა რო იგინებინა ვიღაცას ირიდებდა რა, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მქონია ეგ სიტუაცია რომ ბიჭო ჩემო მეგობარმა მითხრა ამან ეხა არ იცისო რომ ისე მოკლავო რომ აი თითიეს არ ამიკან კალდებაო იმდენი ხალხი ყავს გომში დახოცი. ამან რო იცოდ თრალია ეგეთი ტიპი და აგინებს რა. ამან რო იცოდეს ეხა რომ რა საფრთხის წინაშე დგასო შემაგინებს კი არაო ბიჭო მუხლის ჩოქას ვერ გავაგდებ სახლამდე მდევსო რა და ამის გამოყენება ეს არის ღირსება კაცის საქციელი ის კი არა რომ ამოიღო და ესრულო და გააგო და ეს კი თურმე მოკრივეა კარგად ირტყმევინება და გააქანდა კაც კი არა ქას დაარტყა ბიჭო თელი გამოტებით თელი მუშტით იმენ დაარტყა და დააგდო თან ეს ყველაფერი გადაღებულია და მე როცა მოდის და გაჩვენებს აი აქ ნახე კისერზე სურათები გადაუყეს რომ აი უიმე დაუჩხაპნიათ კისერზე ჩემი შვილიც რო იყოს და ვიღაცა ქალს რო დაარტყას და აი ეს გამიკეთო სახლიდან გავაგდებ რა ბატონო მას ჩვენი დრო ამოიწურა სამწუხარო არის და სამწუხარო თემებზე გვაქვს საუბარი ამ მე ხა თავშიდაც აღვნიშნე რომ პოზიტივი ჯერ არ ჩანს და არ ჩანს იმიტომ რომ თუ სახელმწიფომ არ მიუდგა ასეთ საკითხებს გლობალურად არ შეიცვალა სისტემა ქვეყანაში და თავიდან ბოლომდე არ ჩამოიმსხვრა ის სიძულვილის ენით საუბარი ის ძალადობა რომელსაც ეს თვითონ ეფშტეინიჩები და ეს ლიბერალისტები ახორციელებენ ამ ქვეყანაში გუშინვე ჩამოიარეს და აგინეს
კი, ეგრევე ჩამოვასაც, იმასაც, რა ქვია, კობახიძესაც და ქართულ ოცნებასაც. და არ ჩვენს. ხო, ყველას გვაგინებენ, კაცო, ვინც ქართულად, ვინც ეკლესიაში დავიარებთ, ვინც ქართულად ვაზრობენ, ვინცაც ეგრე გვიყვართ, ბერი გვიყვართ. უძურესი ენით. ამხელა ბრბომ, რა. მოკლედ, ბატონო რამაზ, იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ძალიან სწორად შეხედავს ყველაფერს. და თუ არ შეხედავს სწორად და არ დაადგება სწორ გზას და არ დადგება ხალხთან, ხალხს რომელსაც გვინდა ჩვენ ამ ქვეყანაში იყოს წესრიგი, პატიოსნება და თითოეული ჩვენთაგანის ოჯახი იყოს ისეთი, როგორიც უნდა შეეფერება ჩვენ ქვეყანას, ამ შემთხვევაში ხალხის შემოუტანდება ხელისუფლებას და ეს არის ზუსტად თქვენ წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია, რაც ახლა იქ გააკეთეს კახეთში. ძვირფასო ტელემაყურებლებო, კარგად ვზარდებოდეთ, მადლობთ რომ გვიყურეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად ვზარდებოდეთ.